თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი მიმდინარეობს. ღონისძიება აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას იუბილეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ღონისძიება დღეს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ნოემბერს გაიხსნა. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. დღეს ძალიან განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ მთელი დღე იმუშავებს ორი სექცია და აქ მოხსენებებს წარმოადგენენ ახალგაზრდა მკვლევარები და სტუდენტები. რაც თვალსაჩინო დადასტურება იმისა, რომ ბატონი გიორგის საქმე გრძელდება და მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებითაც. ძალიან საინტერესო მოხსენებები გველის დღეს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენი სკოლის საქმიანობა უნდა გააგრძელოს. ისინი არიან კარგი უკვე ჩამოყალიბებული ემპირიული მკვლევარები და ძალიან საინტერესო თეორიული მიგნებებიც გააჩნიათ ამ ეტაპზე. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ სიმპოზიუმის თანაორგანიზატორები გახლავთ რამდენიმე ინსტიტუცია, პირველ ყოვლისა ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კერძოდ ორი ერთეული ამ უნივერსიტეტის, ერთი გახლავთ ეთნოლოგია ანთროპოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი და მეორე აი დღესაც ვიმყოფებით, ეს არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ამასთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაა თანამონაწილე და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია. ჩვენ გვინდოდა პატივი მიგვეგო ბატონი გიორგის ხსოვნისთვის, საშუალება მიგვეცა ახალგაზრდებისთვის და ასევე უკვე ჩამოყალიბებული დასავლური მკვლევარებისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მიმდინარე მიღწევები, მიგნებები და აი ეს თემები, რაზეც ვმუშაობთ და ასევე დაგვესახა სამომავლო პერსპექტივები. ერთი სესია ხვალინდელ დღეს არის ონლაინ სესია, რომელიც სწორედ ამ საერთაშორისო ხარეს მოიცავს. ეს იქნება ჩვენი კოლეგების მონაწილეობით სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუციებიდან და ვიმსჯელებთ ეთნოლოგიური, ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის წინაშემდგომი აი თანამედროვე გამოწვევების თაობაზე. 135 წელი შესრულდა დიდი ქართველი ეთნოლოგის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ძალიან რთული ცხოვრების განვლო და იყო საზოგადო მოღვაწე, იყო დიდი მეცნიერი, იყო ერთ-ერთი საფუძვლის ჩამკვრელი ქართული უნივერსიტეტისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ბატონი ივანეს რჩეული იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მიიწვია და მას დაავალა, რომ ქართული ეთნოლოგიის სკოლა სამეცნიერო ღირსებებით აღიჭურვა და სკოლა შეექმნა და მან ეს ამ დიდმა პიროვნებამ ეს შეძლო. მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები, ჩემი თაობის ადამიანები დღეს იკრიბებიან იმისათვის, რომ აი ამ სიმპოზიუმზე კიდევ ერთხელ პატივი მიაგონ თავიანთი მოხსენებებით, თავიანთი მოგონებებით, თავიანთი კტემამოსილი დამოკიდებულებითა და თავისი დიდი აღფრთოვანებით ამ პიროვნების მიმართ მის ხსოვნას